დაჭმაში და დაპირისპირება ამაზე საუბრობ. დიდი ხანია თავიდან თესო ესე არ არის, მე დაიჭირეს მიქაუტაძე, კლავდნენ რიჟვაძეს, დაიჭირეს რაღაცა იგი ბიზნესმენები, თავს ესხმიან აგერ ჯუაშენ ბურჭულაძე და თვითონ სხვადასხვა მადლობა გადასახდენ დაკავებული რო არ არის, იმიტომ რომ ანუ მე რო აფორსირებ ასე თქვა და ეს ყველაფერი მე ემთხვევა, ახლა თავს იკავებენ რომ იცი რა მოიცა კაცო გუშინ თქვა ხაბეიშვილმა რომ ჯუაშენს დაიჭერენ და დღეს ვარ დავიჭერთ 5 დღეა სხვადასხვა იმეთერიდან გასვლა და მისი მოადგილე დაიჭერეს. ნათესავი დაიჭერეს, ხო ესენი ნათესავს დედას არ აღიქვამენ, ხო? ნათესავი არ არისო დედაო და წარმოიდეთ როგორი ახლობელია ჯუანშერის და იქვე ყვებოდე ბრიფინგზე რომ ჯუანშერის სახელით რაღაცა ტენდერებს ალაგებდა, ხო? გაძარცვა თავდაცვის სამინისტრო ჯუანშერ ბურჭულაძე, ამაზე მე ხშირად საუბრობდი თქვენი ეთერი უამრავი სიუჟეტი აქვს ნოდარმელაძეს ამაზე მომზადებული რომ ის კორუმპირებულია, თუმცა ახლა სხვა რეალობაა. ნახეთ თქვენ ახლა კიდე პოლიტიკური შეფასება კი არ ჭირდება ამაზე, ბიზნეს კარზე რა ხდება, მოდი იმენით მოგიყვებით. გაუჭირდა ოფში აქვს ძმაო, მაფიოზ ივანიშვილს გაუჭირდა, იმიტომ რომ სანქციები მუშაობს და ქეშ დაეძებს და მიადგა ყველაზე ეუბნება რომ მილიონები დაყაჭენ ძმებო. ამიტომ ეხლა ბურჭულაძე გუშინ დაკავებული ყავდათ მე რაც ვიცი, თელი დღის განმავლობაში გამოუჩეს იმ პირობით რომ ფულს თუ მოიტან ძმაო შენ ოფში აქში და იქ კი არა უბრალოდ ბიუჯეტში შემოიტანე რომ ხალხს დავეხმოთ, არა, ბიუჯეტში თუ შემოიტან, არ გაგეშვები რა ძმაო. აი რამდენიმე დღე გააქვს, შეიძლება დღეს დაგიჭირო, შეიძლება ხვალ და ჯუანშერი ამბობდა რამდენიმე ეგო ხაბეიშვილის ნარატივიაო კაცო არავის არცად არიბარებენო და აგერ ნარატივიდან მოვედით სიმართლემდე ხო ერთ რამესაც მინდა გამოვეხმაურო ქართული ოცნების მომხრეებს ხალხო ხო გესმით ნახეთ გრიგოლ ლილუაშვილი რომელიც აი ბიზინა ივანიშვილს ემსახურებოდა ბანკშიც მერე პარტიაში არ ვიცი მაისურების დაბეჭდიდან დროშების გაგზელებული ამას გრიგოლ ლილუაშვილი აკეთებდა ანუ მასთან ერთად იბრძოდა გომელაური რომელიც ბიზინა ივანიშვილის უსაფრთხოებას იცავდა სულ მასთან მისი ერთგული იყო ღარიბაშვილი რომელიც არ ვიცი რა უნდა ეთქვა ბიზინა ივანიშვილს რომ ამ კაც სახეზე არ შეეზილა ხო არ წაესვა ის კი არა არ ვიცი ყველაფერთვის მზად იყო ხო ისა რა ქვია ირაკლი ღარიბაშვილი მაგრამ ეს ხალხი მოიშორა ამ ხალხს კრა ხელი ამ ხალხს იმეტებს ციხისთვის ამ ხალხს იმეტებს მოსაკლავად აი რიჟვაძის მაგალითი აიღეთ აღაზევა მილიონერი გახადა ხო ასობით მილიონი იშოვა რიჟვაძემ და მერე კლავდა მის ოჯახს ემუქრება ანუ ამით რისი თქვა მინდა ნახეთ თქვენ რიგითი კოცები ხო უნდა დაფიქრდეთ ბიჭო რომ შეგჭამთ ეს კაცი საკუთარი ინტერესების გამო მას მხოლოდ პირადი ინტერესები აქვს დღეს ვინ მართავს ხელისუფლებას კობახიძემ დინარაძემ იქანაძე სად იყო ეს ხალხი აი წერა რომ ვლაპარაკობ აი ძველ კოცებზე ხო რა ვიცი მაგათმა მართლა იბრძოლეს ეხლა და ბიზინა ივანიშვილის გვერდით იდგნენ ესენი სად იყვნენ ეს აი პატარა ბიჭები ხელი დინარაძე სად იყო დინარაძე მაშინ წინა ხელისუფლების კარზე ცდილობდა დალაგებას და ადვოკატობდა და იქა იმის და ქვია ანუ ეს ხალხი არსაიდან ნახეთ ნამდვილი ერთგულები ვინც იყვნენ იმათ რა უკნა ბიზინა ივანიშვილმა და თქვენ წარმოგიდგენიათ კობახიძემ დინარაძემ იქანაძე ოხანაშვილს როგორ გადარეცხავს და იქ რაღაცა იმას კიდე შსს მინისტრია თუ ვიღაცა და იქ პროკურორი საერთოდ რა შეხება არ ქონია ბიჭო დღეს ხარ თანამდებობაზე თორე ბიზნეს პირობებშიც კი ეჭვი მაქვს რომ თქვენ დიდხანს ვერ იქნები და მე ამიტომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებითაც მინდა პატარა ვისაუბრო როგორ უნდა დავამხოთ ეს კრიმინალური რეჟიმი თქვენ უბრალოდ აი რო დარჩეს ბიზნესა თქვენ შეგჭამთ თქვენს დაგიჭერთ თავს მოგაკვლევინებთ ოჯახებში შემოგივარდებათ დაკითხებზე გატარებთ აი იმედან რა ქვია კუჭიდან მანაწავს ამოგაჭრით ფულის გამო ანუ ეს ხო უნდა მიხვდეთ რომ ბიჭო ნაღდი კოცები ვინც იყვნენ ობერ კოცები იმათი შეჭმა დაიწყო ბიზინა ივანიშვილმა და თქვენ დოქსოპოლოები დღეს რომ გამოვიდა ის მაჭარაშვილია თუ მაჭავარიანი თუ რაგვარია ის ბიჭო ახლა ფუფული მოიპარა ახლა ეს ჩვენი გუნდელი არისო აი შე დოქსოპოლო შენ გეუბედურებო ესე იგი ბიზინა თუ იტყვის რომ აი ეს ახლა უნდა დავიჭირო ამას ფული უნდა წავართო ესენი ერთხმაში დადგებიან ეს დოქსოპოლოები და დაეწყობიან ერთნაირ კომენტარებს გააკეთებენ აი რიჟვაძეზე არ იყოს ის უნდა ვთქვა ერთი თქვენ იმას ერთ სიუჟეტი იყო ნახე ესე იგი მე რო ვთქვი რომ დინარაძე თურქეთში იყო მეთქი და დადასტურდა ეს ფაქტი კი თურქეთში იყო და ეხა იტყვის არა ვისვენებდი მე 2 დღე ჯერ აესვენინება კაცო და რა დროს დასვენება ქვეყანას რომ მიხედეს ეხლა რაღაც წარმოუდგენლად ისეთი სანდო წყარო ყავს მოკლედ არა ხო თურქეთში იყო დადასტურდა ეს და მე ერთი ხოცი დეპუტატი ამბობს კაცო მე როც რომ მქონდეს საშუალებაო სტამბულში ჩავიდოდიო და ნახავდიო რიჟვაძეს და თქვენ მამაცხონებულებო აგერ იყო ორი ფეხის ნაბიჯი და არ მოგიკითხავთ 2 დღე ეს კაცი აქ იყო სამონტყოფოსთან ერთი კაცი ვერ გაბედეთ და ვერ მიხვედით დაშკოჩად ივანიშვილმა და გითხრა რომ გაჩუმდით ეხლა ხმა არ მოიღოთ იქ სამონტყოფოში არავინ არ დაგინახოთ კომენტარი არავინ არ გააკეთოთ მისი ჯანმრთელობა არ მოიკითხოთ
კარგი რა მართლა თქვენ უბედურებო რა დღეში ჩაქარათ ბიძინა ივანიშვილმა თუ ხედავთ და მინდა პატარა ხაზ გავაგზელო ესე მარტივად არ დამთავრდება ანულა იქ ეს შიდა ბრძოლები და ომები მამუკა მდინარაძეს და კახი კალაძეს ხმალა მოგებული ბრძოლები აქვს იქით 800 მილიონი კალაძეს მისატანი აქით მამუკას მერობის კანდიდატობა თავად უნდა თავისკენ ქაჩავს საინტერესოა ხო ვინ გაიმარჯვოს ამ ბრძოლაში ერთი კვირა გადაუდო კალაძეს ეს რა ქვია გამერება ხო ესია ეხლა რავი და ერთ კვირაში იქნებაო ეხლა რაღაცა თლად ჭახეთ ვერ ლავე შიდა ომებია შიდა ბრძოლებია ოღონდ აი ფულისთვის თორე ხალხი კი არ აინტერესებს მისი ამომრჩეველიც აი მისი ამომრჩევლების ამდენიმეს ის ნახე რა ქვია სტატუსი და კომენტარი ჩო ხაბეიშვილზე კი არ უნდა გაბრაზდეთ და ის რაღაცა გიჟებივით რო ხარ და დორბლებს რო ყვით ჩაიხედეთ თქვენ გულში თქვენ რას გიშვებათ ბიძინა შეგჭამა თავისი შვილების შეჭმა დაიწყო ივანიშვილმა და მოიყვანა აბსოლუტურად გაუგებარი ხალხი რომელსაც არ უბრძოლია არასდროს მითხარით სად იყო კობახიძე 2012 წელს ივანიშვილის აი ხალხი რო იბრძოდა სად იყო დინარაძე სად იყო მიქანა და ოხანაშვილი თუ გახსოვთ სად იყო ანუ ხვდებით რას გეუბნებით ბიძინა მე ხა ცდილობს რაღაცა ტყავი გამოიცოლოს იმათ ფული შეაწეროს ესე აი რომ გომელაუს რო გაწირავს ხარიბაშვილს რო გაჭირავს ჯუანშერს რო გაწირავს რიჟვაძეს ლილუაშვილს რო გაჭირავს ის ეხა წარმოგიდგენია თუ დღეს რომ მინისტრია ვიღაც არ მოადგილე როგორ გძინავთ უბედურებო თქვენთან ხო ბევრად მალე მოვა და ბევრად მარტივად შეგჭამთ და ასევე მინდა ანუნა თუ მაგ დრო ერთი წამით გამოვეხმაურები იმას რა ქვია ინიციატივას რომელიც ესე იგი გავაჟღერე $200,000-თან დაკავშირებით გედედეს თანამშრომლებს და გამოიწვევ. კი, ლევან, აუცილებლად კითხავ, მაგრამ მოდი ამოვწუროთ ჯერჯერობით ეს შიდა ამბები, ლევან. ჯუანშერ ბურჭულაძეც იყო რაღაცა ღარიბაშვილის კადრი. ხო, ეს რაც ხდება ახლა, ღარიბაშვილს უპირისპირდებიან ამით, რომ ეს რაღაცნაირად მის გარემოცვის თავს, იმიტომ თორნიკე რიჟვაძეც ხომ ვიცით და მართლაც გამბედაობა არ უნდა დაუკარგოთ ღარიბაშვილმა გაბედა, მე მგონი ერთადერთმა ეგრევე რამდენიმე საათში რომ მისულიყო და მოენახულებინა, ხომ თორნიკე იმიტომ რომ თვითონ თავადაც იგივე დღეშია. ნახე, ღარიბაშვილის დაკავება თუ უნდა ვიღაცას, მაგალითად და საქმის წაყენება და სახელმწიფოებრიულად. კაცო, ნამახვან ხესის შეჩერების გამო ხელი რომ მოაწერა, ჯერ ნებართვა გასცეს და მერე რომ გააუქმეს 430 მილიონი დოლარი იზარალა სახელმწიფო. $1.2 მილიონზე მეტი აზარალა ღარიბაშვილის ხელმოწერამ ჩვენი ქვეყანა. რა უნდა მის დაჭერას, კაცო, აგერ არის საქმე დოკუმენტი, მაგრამ დაკავებაში კი არ არის საქმე და რაღაცა სახელმწიფოებრიულად მნიშვნელოვან საქმეში. ბიძინასთვის ფულის მიტანაშია საქმე. თორე კიდევ 430 მილიონი დოლარი წააგო ღარიბაშვილის ხელმოწერით სახელმწიფო. ხალხმა ჩვენი შვილების გადასახდელი ხა მაყურებელი რომ მიყურებს იმათი გადასახდელია. უნდა იშრომონ გადასახადები შეაგროვონ, სადღაც გადასახადი მოიმატება, ესე იგი ხალხი იმას რა ქვია ზაფხულში ბავშვისთვის უკაცრავად მაგრამ ნაყინს ვერ ყიდულობს და ამათ $1.2 მილიონი უნდა გადავიხადოთ ჩვენ ესე იგი რა და უნდა დაჭერა რა უნდა დაჭერას მაგრამ აქ არის ფულის ამოღებაზე კი ჯუანშერ ბურჭულაძე ღარიბაშვილის გაგრძელება კი კორუმპირებულია კი ისის დაბარებული ყავდათ კი გუშინ დაკავებულიც ყავდათ ოღონდ ეხლა არის რომ ოფშიაკის ფულები უნდა ბიძინას აინტერესებს ფული უნდა მომიტანოთ ის ფული რაც თქვენ იშოვეთ ეგ არის ჩემი ფული ჩემ პირობებში რაც იშოვეთ თქვენი არა ეხლა რომ გაუჭირდა მაფიას მე გამიჭირდა ივანიშვილს გაუჭირდა ამიტომ ეს ფულები დაყაჭეთ თორე ან მოგკლავთ ძმებო გესურით ან დინარაძეს მის კრიმინალურ ბანდას მოგიზავთ ან დაგაკავებთ რა პრობლემაა წახვალ ციხეში რას უშვები მე ჩემს შინაურებს შეხედეთ ბაჩიაშვილს ვაწამებ პირდაპირ მნიშვნელობით სიკვდილამდე მივიყვან რა ვიცი კბილებს დავაძრობ თითებს დავაჭრი თავს გაუხედქაო მისას როგორ ექცევა მახე კიდევ ამბობ მისას როგორ ექცევა ბაჩიაშვილს ამოდრო ჩემი შვილობილიაო და ფულის გამო ლამის ესე იგი თითები დააჭრას ამ ადამიანს ხო ყველაფერს ზად არის კაცო სხვა ციხიდან გადმოუყვანა ესე იგი სხვა ციხეში ესე შემოუსახლა ადამიანი და ყველობამდე მიიყვან ყავდნენ კაცო ამ კაცს აწამებენ დაკეტილი სივრცეში აწამებენ ხო ეს ვიძინა ივანიშვილის გზავნილია ყველას ეს დაგემართება კაცო ჩემ შვილობილს რას უშვებით თქვენ რას გიზავთ ეხა გეკა და ჯეკას დაინდობს და იმ პროკურორს და ფოხანაშვილს დაინდობს ხვალ რო დაჭირდება კაი მართლა ეგრე ვიქრობთ კაცო ეს ხო შეუძლებელია ამიტომ ეს გაღრმავდება ეს შიდა დაპირისპირება შეუძლებელია ეს გაჩერდეს კი შემდეგი ვინ არის ლევან რიგში ამაზეც ხომ არ გაქვთ რაიმე არა თქვენ ხო ნახეთ მე მაგალითად თქვენ სიუჟეტსაც უყურე გომელაურის გენინსპექციის უპროსმა როგორ მოხია რა ოღონდ ამენით უნდა ველაპარაკოთ მოხია ბიძინა ივანიშვილი ეხა ფიქრობ როგორ მოხია ამან კაცო როგორ არა გვაქვს ჩვენ ძმაო ამის და ის არა ქვია დაწერილი იმ კაცმა რაღაცა თავს უშველა
ჯერთი ბოდიში მე არ მიყვარს ამ სიტყვების ხმარა, მაგრამ მათ მის ენაზე ველაპარაკე ბიზნესს. ხო გააბოზა ნახევარი მთავრობა. ერთად ვინც ისხდნენ, ესე იგი გახარიას წინამდე ხო ჩვენებებს აძლევინებენ რა. დაზვერვის სამსახურის უფროსი გაუგონარი კაცი ამბობს, რომ იქო რო ჩაიდგა საგუშაგო არ ვიციო, მაგას რა უნდა დაეზვერა ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით რა ხდებოდა, მედიიდან გავიგეო, ხო? მინისტრები, რომლებმაც ბავშვები ერთმანეთი მოუნათლეს, ოჯახები, მეუღლეები და ესე ერთად ისვენებდნენ, მიიყვანა და ერთმანეთის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევინებს. ეს ხო არის, ესე იგი ამას ხო ძალით აკეთებს, ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რომ ყველას აჩვენებს რა დაბალი მორალის მქონე ადამიანები არიან. ყველა ერთმანეთზე აძლევს ჩვენებას. შემდეგი ვინ იქნება გომელაური? შემდეგი ვინ იქნება ლილუაშვილი? ეს ხალხი ჯერ ეს არამოწურულა ამ რიჟვაძის თემამ უბრალოდ შეანელა ეს პროცესი, რომ გაუსკდათ ეს თემა. თორე აგერ რა აგძელებენ ჯუანშერი აგერ რიგშია ფულს თუ არ მიიტანს მაგასაც დაერხება და კალაძეს უნდა ესმოდეს კალაძეს ყველაზე მეტად უნდა უნდოდეს ხელისუფლების სულება ყველაზე მეტად უნდა უნდოდეს რომ სამართლებრივი სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგეს და არა მაფიოზებმა და ყაჩაღებმა ან ასე ვთქვათ სროლები და ბესპრიზელში გული გარჩევებით ან მართლა ყაიბიდან კუჭის წვერიდან ამოუბონ ის ფული რაც მოპარული აქვს ძალიან ბევრი აგერა კახის მოპარული ჩემზე უკეთესად იცის ხო და ძალიან ძიმე მდგომარეობაშია ეგეც მისი გარემოცვაც და არ ვიცი ძალიან დიში და ომი აქვს ამ დღეებში გაირკვევა მამუკა მოიგებს თუ კალაძე კი ბატონო და ლევან გადავიდეთ იმ ნაწილზეც 4 ოქტომბრის ნაწილზე და შენ შეთავაზებაზე მაყურებელს მაინც წავუკითხავ ციტატას თქვენი მიმართვის მიუმართავ ძალობან უწყებებს განსაკუთრებით გდდ-ს თანამშრომლებს ვინც არ მიიღებთ მონაწილეობას დარბევაში $200,000 მიიღებთ სხვა თანამშრომლებსაც ვინც სისტემას ამხელს უნდა მივცეთ ეს თანხაო ნამდვილად ძალიან ბევრი კრიტიკა მოჰყვა ლევან თქვენს შეთავაზებას ჩემთვისაც ცოტა უცნაურია გულწრფელად რომ გითხრა ვერ გავიგე ანუ ისიც ვერ გავიგე ანუ რატო უნდა გადავუხატო შარშან რომ მირტყამდა იმ ადამიანს რაღაცა ეხლა თანხა თან $200,000 უნდა მივცე რომ თურმე არ დამარტყა ამისთვის ვერ მოყვებით ამ ლოგიკაში თანხა საიდან მოგვაქვს ესეც მაინტერესებს და თუ ვაჭრობაზეა ბიზნესს უფრო მეტი ფული აქვს ხომ ლევანო უფრო მეც გადაუხდის იმისთვის რომ გაგულახოს ვიდრე თქვენ უხდით რომ არ გაგულახო როგორც თქვენ მაღალი წარმოდგენის ხართ 2,000 და 5,000 ლარად აცემინებს ბიზნესევანშვილი ჩვენთან ფულს არა გადაყვებაზე და თუ რამეს მიცემს მე ყანყრატოდან ამოუღებს აგერ ჯუანშერის და რიჟვაძის მაგალითი ნახეთ ეს ხალხი სულელი კი არ არის ეგენიც უყურებენ ბიზნესევანშვილს მაღალი წარმოდგენის $9,000,000 ლარს ფაქტობრივად ჩვენს თავაზობ ლევან არ გაბარო არ ხსებოთ მაგიტო და კიდე მე ვარ მაღალი წარმოდგენის. საერთოდ არ არის, ან უნდა საერთოდ არ არის სასაცილო ეს საქმე, მე აბსოლუტურად სერიოზულად ვეუბნები ყველა გდდ-ს თანამშრომელს, ვინც არ ესმის ქართველ ხალხს, ვინც გადმოვა ქართველი ხალხის მხარეს, გულისხმობ 4 ოქტომბერს, როცა 100,000-ობით ადამიანი შეიკრიბება რუსთაველზე და მოითხოვს კონსტიტუციის, ასე ვთქვათ, რომ გადაგვახიეს თავზე და რუსული მიმართულებით მივდივარ და ევროპული გზა გადაგვახიეს თავზე, არჩევნები რომ გააუქმეს, სახელმწიფო რომ გააუქმეს, აი კონსტიტუციის ფარგლებში ჩვენ რო შევიკრიბებით და ბიზნესევანშვილის რეჟიმის მშვიდობიან დამხობაც გადავწყვეტ, იარაღს ვინც არ მოიმარჯვებს და დავალებას რომ მიიღებს, რომ ესროლეთ, ის ხალხი გადმოვა ჩვენს მხარეს, იახ ჯილდოს სახით მიიღებს $200,000 ასევე ყველა მაღალჩინოსანი ვინც წამების შესახებ ანუ ამხელს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს აქვს ჩანაწერები სემის არაადამიანური მოპყრობის სისხლის გუბეები რომ დააყენეს მინივენებში ადამიანებს ვაწამებდნენ და სისხლში რომ აცურავებდნენ ადამიანებს ასობით ადამიანი რომ დაასახიჭრეს ვინც ამ ვიდეოებს და ესე ვთქვათ მისცემს ხალხს იმას ჯილდოს სახით $200,000 ექნება. მეცაც გეტყვით, აი, მე რამდენჯერმე ვთქვი, რომ მე ზუსტად ვიცი 9 ადამიანი ვინ მონაწილეობდა ჩემს ფიზიკურ დაზიანებაში და ასე შემდეგ. მათაც ეხებათ, ვინც ქართველი ხალხის მხარეს გადმოვა, ვინც ქართველ ხალხს მიცემს შესაძლებლობას, რომ დაიბრუნოს ძალაუფლება, მე გეუბნებით, რომ ისინი ჯილდოს სახით მიიღებენ $200,000. მათ ჯერ კიდევ, აი, ნახეთ, ეხლა ჩვენ ვართ ისტორიულად და მე ფული საიდან მარტივ რაღმეს გეტყვით ფული საიდან. ვის ფულს უხდით, ლევან, ვის ფულს უხდით? გეტყვით, აი ჯილდოს სახით სახელი, როგორც კი ეს ხალხი მიეხმარება ხალხს, მიეშველება რომ ხელისუფლება ივანიშვილი ჩამოვაშოროს და ან კეთილსინდისიერების იმედი არ გვაქვს, მარტო იმის იმედი გაქვთ, რომ რაღაც ამ თანხაზე, ესე ვთქვათ, მოიხიბლებიან ამ თანხით და ივანიშვილის ხილება მოუნდებათ? უნდა მოუნდეთ, აუცილებელია და ჯილდო არის ამისთვის აუცილებელი და უნდა გვესმოდეს ეს ფული საიდან მოვა. ეხლა თქვენ რომ ლაპარაკობთ მე და თქვენ და ელექტროენერგია ჭირდება ვიღაცას ტელევიზორულად ჩართული, აი შუამავალი კომპანია არის უჩა მამაცაშვილის, რომელიც წლიდან წლამდე, ესე იგი, ჩვენ ადრე საქართველოს პირდაპირ ყიდულობდა ელექტროენერგიას, დღეს შუამავალი 2016 წლის შემდეგ გააჩინა უჩა მამაცაშვილმა და $100,000,000 პარავს ქართველ ხალხს. აი ნახეთ, ეგ კომპანია აი ასე გაქრება მეორე წამსვე. აი იქიდან ფული რაც დავრჩება ჩვენ
მზად ვართ, რომ ჩვენი ევროპული მომავლისთვის გადავიხადოთ. ამაში არანორმალური არაფერი არ არის. იგივე, აი მაგალითს გეტყვით მეორეს. ლევან, ნახეთ, ვინ გავიგე, მეც მაქვს ლევან, კითხო, მეც ხომ უნდა გავიგო, რომ იხსნი, ხომ უნდა გავიგო. ვინ თქვენ, აი ხა რომ ამბობთ ის კომპანია გაქრება ეს თანხა, აი თქვენი დებთ ამ გადაწყვეტილებას თუ ვისთან არ თანხმებთ, ისე კითხებით. არა, ანუნა, თუ შეიძლება დამამთავრებინე კაცო, ხო გინდა რომ აგიხსნა. ხალხი რომ დაიბრუნებს ძალაუფლებას რომ მოიცა, ხალხი ივანიშვილი რომ შეიცვლება, ეს მაფიოზური კორუფციული სქემა დარჩეს უნდა? არ უნდა გაქრეს? კი, უნდა გაქრეს. ვინ იზამს ამას? ის ხალხი იზამს, ვინც დაიბრუნებს ხელისუფლებას. მე ვიქნები ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ამის მოთავე ვიქნები და ინიციატორი ვიქნები. აბა მოიცა ბიძინა ივანიშვილი აღარ იქნება და ისევ ესე იგი მაფიოზური სქემა უნდა იყოს. რა იყო, ანუნა, რატო აღშფოთდი იმაზე, რომ აი ესე გაქრება. აი მე კიდე რა გაქრება გეტყვით. კინიგზაში შუამავალი კომპანია რო გააჩინეს და $100 მილიონ შოულობდა გრიგოლ ლილუაშვილი და ვაჟიკიე. აი კომპანია გაქრება. კინიგზაში რომ მიდიხარ და რაღაცა X თანხა ღირს სერვისი, უკვე გაყიდულია გეუბნებიან წადი ვაჟიკიასთან, ოღონდ ვაჟიკიასთან უკვე $20 მეტი ღირს. და წლიდან წლამდე ეს არის $300 მილიონ. აი სქემა, აი ასე გაქრება, ანუ აღარ იქნება. ხალხს ვერ მოპარავენ. რომ ვეღარ მოპარავენ იქიდან 200,000 20 კაცი იქნება გედედიდან უნდა გადავიხადოთ 4 მილიონი. მოიცა არ ღირს რომ არ მოკლან, რომ არ გვესროლონ და ქართველი ხალხის მხარესო გადმოვიდნენ ეს ადამიანები, საქართველოს ევროპული მომავალი არ ღირს რომ ვაჟიკიე რო აღარ მოიპარავს ის ფული გედედეს თანამშრომელს მივცეთ. დიახ, მივცემ და წავახალისებთ ყველას, ვინც ამათ არ დაუდგება გვერდში და გადმოვა ხალხის მხარეს. უპირობოდ უნდა გესმოდეთ, უპირობოდ მოხდება ეს ამბავი, უპირობოდ მოხდება და აი ამ ინიციატივაში რამდენი მხარდამჭერი მეყოლება საზოგადოებაშიც, ხალხშიც და თუნდაც იმ ხალხშიც, მე ვინც ხვალზე კოალიციურ მთავრობას გააკეთებთ, აგერ განახებთ. არ ვიცი, ნახეთ ეს ინიციატივა სოციალურ ქსელში მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს და საერთოდაც არ ფიქრობს ხალხი, რომ მოიცა არა, იმათ რატო უნდა მივცეთ? უნდა მივცეთ იმისთვის, რომ ქვეყანა დავიბრუნოთ, სამართალი დავაბრუნოთ. ქართველი ხალხი რო არ გაძარცვონ, აი ამისთვის ჭირდება ჩვენ რომ იმათ უთხრათ რომ აი თქვენ თუ გუშინ მე მაგალითად ხო იარაღი აჩუქეს ვიღაცას ჩემი ცემის გამო ორ ადამიანს სახელით ვიცი გვარიც ვიცი ხო უკეთეს იარაღს ვაჩუქებ სიტყვას ვაძლევ თუ ქართველი სახელმწიფოს მხარეს დადგება ჩემზე კი არ არის აქ პირადად ლაპარაკი ან ვინმეზე ქართველი ხალხის მხარეს ვის დადგება საქართველოს მოქალაქეს ვინც ხელს გაუმართავს აი ამის გამო მე მზად ვარ რომ კიდევ უკეთეს ახალი იარაღს ვაჩუქებ როგორც კი ხელისუფლება შეიძლება ორჯერ უკეთეს ვაჩუქებ ამიტომ ჩვენ მე პირადი მაგალითად იქ რომ ვიღაცამ ეხა სახე წამართვა და თვალზე პრობლემა და თავზე პრობლემა ეს კი არ არის თავარი თავარია რომ ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ და ამისთვის ყველა უნდა იცოდეს რომ ყველა მაღალჩინოსანი ვინც ამ ხელს არ დაუდგება ამ კრიმინალურ რეჟიმს გვერდზე გადმოვა ხალხის მხარეს დიახ მიიღებს ჯილდოს აი რომ აღარ იქნება ბიძინა ივანიშვილი და რომ მოვიშორებთ ამ ხალხს ეს 4 ოქტომბერს კიდე გავიმეორებ პაატა ბურჭულაძის ინიციატივა რუსთაველის გამზირის ინიციატივა ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს ამას მხარს ეს ზეპარტიულია სულ ამბო პაატა ბურჭულაძეზე მარტივი მიზეზის გამო ეს კაცი არის რომელიც საჯაროდ ამბობს არც პოლიტიკა უნდა არც პარტია უნდა არც ეხლა და არც მას შემდეგ რაც ივანიშვილს მოვიშორებთ და ამიტომ არის ხო მარტივია ეხლა ვიღაცა იმ პარტიასთან მე არ მინდა მოდი ესი არა და პაატა ბურჭულაძე არის ქვეყნისთვის საყვარელი ადამიანი რომელსაც ძალიან ბევრი სიკეთეც უკეთებია ხო ძალიან პატივსაცემით ნამდვილად ხო რატო არ ვერ დაუჭიროთ მის ინიციატივას მხარი მე ვამბობ რომ 4 ოქტომბერი არის გადამწყვეტი ვემზადები თუ არა ამისთვის ვემზადებით ვაორგანიზებ თუ არა ვაორგანიზებ ჩვენ გვჭირდება 100,000-ობით ადამიანი ქუჩაში და აბსოლუტურად მშვიდობიანად ქართველ ხალხს აქვს უფლება იმის რომ 5 ოქტომბერს გავიღვიძოთ თავისუფალი ივანიშვილის გარეშე ქვეყანაში სადაც მამუკა მდინარაძის და კობახიძის კრიმინალურ ასე ვთქვათ წარსულს და ბედს მე გადაწყვეტ სამართლიანი სასამართლო. კი ბატონო, ლევან ერთსაც კითხავ და დაგემშვიდობები. მითხარი რომ რაღაცაო დიდი წარმოდგენა ქონია ივანიშვილზე 5,000 ლარად ასრულებენ ივანიშვილის დავალებებსო და აი 200,000-ზე რატო შეჯერდით თქვენ რა საიდან მოიტანეთ ეს თანხა? რატო არა 50, რატო არა 100 ან 10 თუ 5,000 ლარად რა ვიცი ასრულებენ ყველა დავალებას თქვენ პირდაპირ $200,000 რატოს თავაზობთ? დიდი თანხა $200,000 და უნდა დაფიქრდნენ ეს ადამიანები რა ურჩევნიათ რომ 5,000 ლარა თავის თანამოქალაქეებს თავები გაუხეთქონ აწამონ და მე ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნონ ეს ვიდეოები და იმან ბედნიერად უყუროს ამას თუ $200,000 ისინი ცხოვრებასაც აიწყობენ კი საქართველოს მოქალაქეებიც აიწყობენ ცხოვრებას როგორც კი ივანიშვილი არ იქნება მოიცა თქვენ მართლა გეზედმეტებათ ევროპული მომავლისთვის აი ვაჟიკიამ რო 300 მილიონი რომ მიაგ ეხა ვაჟიკიას და იმ 300 მილიონიდან ვაჟიკიამ კი არ წაიღოს აი 20 გედედეს თანამშრომელმა რო წაიღოს რომელიც მოგვეხმარება ივანიშვილი შიდობიან დამხობაში თქვენ ზედმეტ გონიათ ეს აი მართლა მაინტერესებს ვაჟიკიამ რო არ წაიღოს უჩა მამაცაშვილმა რო არ წაიღოს გომელაურმა ლილუაშვილმა
ღარიბაშვილმა აი ამ ხალხმა რო ფული წაიღო, მოპარა ქართულ ხალხს, იქიდან 2, 3, 4, გინდა 10 მილიონი იყოს. რომელიც ქართული ხალხის ევროპულ მომავალს მოხმარდება, მართლა ზედმეტი გონია. მე არ მგონია ზედმეტი. არა, ლევან, ზედმეტი არ მგონია, მე უბრალოდ რაღაცნაირად ესე ვთქვათ, მოსყიდულ ადამიანებზე არ ვარ ხოლმე დიდი წარმოდგენის ადამიანებზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ გააკეთებენ კარგ რაღაცებს, რომ ფულს აიღებენ ამის სანაცვლოდ. ზოგადად არ ვარ ესეთ ადამიანებზე. მაღალი წარმოდგენის, ლევან. თორე ერთი თეთრიც არ მენანება ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავალს. ხო და ამიტომ არ გინდათ ეს საუბარი არის არასწორი. პირდაპირ გეუბნებით, რასაც ახლა თქვენ საუბრობთ, თქვენ ეუბნებით, რომ არ გადმოხვიდეთ აქით. არ გადმოდგათ ხალხისკენ ნაბიჯი. არ მჭირდება შენაირი დამარცხი მესროლი, ამას ეუბნები ამნაირად და არ არის. მოდი სხვანაირად დაველაპარაკოთ ამ ხალხს. იქნება ამყვეთ ამაში რომ სხვანაირად ვესაუბროთ ამ ადამიანს. მე ხო ვამბობ აგერ სახე წამართვეს ხო და მე მაგალითად პირადად მე ვინც დამესხა სხვაზე ხო არ ვლაპარაკობ. იმ 9-ს ვაპატიებ თუ ისინი ამათ წინააღმდეგ კომპრომატებსაც მოიტანენ და ყველაფერს. ზადვარ სამართლები ეს უფასოდ გააკეთონ და რაღაცა გავთვალოთ კეთილსინდისიერ ადამიანებზე, მაინდამაინც ფული უნდა ვიხადოთ, რა ვიცი. ანუ ძალიან ეხა ისეთ რამეში შევდივარ და არ გვინდა მესმის თქვენ განსხვავებული პოზიციები, მაგრამ აბა დაფიქრდით თქვენ. მოდი ვესაუბროთ ამ ადამიანებს ამ ენაზე, რომ ისინი ჯილდოსაც მიიღებენ თუ ხალხს არ ესვრიან. მოდი აბა დამეხმარეთ ამ კამპანიაში და იქნებ GDD-ს 500 თანამშრომელი რო დადგება, იქიდან 50 მოუწევთ დაყაროს ის ფარი და იარარი და თქვას რომ ქართველ ხალხს არ ვესვრი და იმ წამს დამთავრდება ბიძინა ივანიშვილი. აი იმ წამს დამთავრდა, უსო მორჩება უკვე. ხო და მოდი ამაში იქნებ ესე ვემუშაოთ ამ ადამიანებს. ხო სხვანაირადაც ვსადეთ, ხო არ გამოგვივიდა. მოდი ესეც ვსადოთ. ამიტომ იცით რა რაღაცაზე მესმის ეხა მასე ეხა ნორმალ შეიძლება ვიღაცა ფიქრობს ნორმალური ხარ ბიჭო რამის მოკლეს და ვის უნდა აპატიო მე მზად ვარ ჩემი ქვეყნისთვის კაცო იმ 9-ს თქო კიდე გეუბნებით თუ ქვეყნისთვის ასიკეთოს გააკეთებენ თუ ხალხს აღარ ესვრიან თუ ძალადობრივ კომპრომატებს მოიტანენ კომპრომატი რას ნიშნავს ჩაიდინეს დანაშაულდება მიაწვდიან ხალხს ამისთვის ღირს დამერწმუნეთ უკან დახევაც ამისთვის ღირს მათთვის ჯილდოს გადაცემას და ჩვენი ქვეყნისთვის ზოგადად ღირს რომ იმის მამაცაშვილის და ვაჟიკიეს რაღაცა 5% რომელსაც იპარავენ ამ წლების განმავლობაში ფაქტს გადაუხადოთ და ქვეყანა დავიბრუნოთ. მე მაგათ მეიფიქრონ თავის მორალზე, თავის ადამიანობაზე, თავის კეთილსინდისიერებაზე და ყველაზე ახლა ბოდიში მაგათ იმაზე მე ვერ ვინერვიულებ, მაგრამ სიტყვა $200,000 მიიღებს ყველა მაღალჩინოსანი იქნება დაბალჩინოსანი თუ რიგითი, ვინც ამ ხელს ხელისურევს, ოღონდ 4 ოქტომბრამდეა ლაპარაკი. და 4 ოქტომბერს ვინც გადმოვა ქართული ხალხის მხარეს და არ ესვრის ქართულ ხალხს, ვინც არ ჩაიდეს ამ უკანონობას. და 4 ოქტომბერი უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმის აღსასრული. ასე უყურებ, მივეხმაროთ ყველა ერთმანეთს, მესმის რომ თქვენ ასე უყურებთ, ვიღაცა ისე უყურებს, განა მე თქვენ ლოგიკებში რაღაცებში არ გამოყვებით, თუმცა ახლა საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. კი ბატონო